მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემა სტუმარი ქალბატონი თაკო ჩარკვიანი. ქალბატონო თაკო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს გადაცემაში ხართ, კლავ სტუმრად ერთხელ ხალთ ნამყოფი. მაშინ სხვა ტელევიზიაში მუშაობდით, ხო, მოხდა ისე, ახლა ამ ტელევიზიაში ვარ. ესე ხდება ცხოვრებაში. და უღრმესი მადლობა, ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა, მე მგონი თქვენს კმაყოფილიყავით. ხო, რაღაცა კარგი იყო და გამოხმაურებაც ჰქონდა რა, კარგი. ძალიან კარგი და. მიყვარს თქვენთან მოსვლა. დიდი მადლობა, მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი, ჩვენ რამდენიმე ან ორად დავყოთ ჩვენი საუბრის თემა. ერთი არის ცოტა დღეს პოლიტიკაში ხარ ჩართული, კანონინდა სამართალი. ცოტა პოლიტიკურ თემებსაც შევეხოთ, მაგრამ ცოტა ოჯახურ თემებსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ოჯახის გარეშე ვერ ავარიდებ თავს ახლა, იმიტომ რომ იმდენად ისეთი ოჯახი დახართ. დავიწყოთ, ესე იგი, პირველი ანუ ერთ-ერთი გამოსვლიდან თქვენი ესეთი ძალიან უცნაური გამონათქვამი სახიფათო. მოდი ესე ვთქვათ, სახიფათო ჯანყის უფლება რო გვაქვსო ჩვენო, მე გვაქვსო ადამიანებს, რომ ჯანყის უფლება, იმიტომ რომ იმდენად აქტუალური გახდა ეს ჯანყის უფლება, აი მაგალითად მერაბიშვილი გამოვიდა და სიტყვა დამხობა წამოსდა. ხო, რაღაცა ესეთი ამბავი არის და როგორ უყურებთ ამ ამბავს? ხო არაფერი ან საქმე ხო არ აღძრეს, ან ყველაფერზე ხო საქმე იღზრება ჩვენთან და ხო, იცი რა, 1948 წლის ადამიანის უფლებების დაცვის ხო პრეამბულაში ხო ლეგიტიმურად გვაქვს ჯანყის უფლება. ეხლა მე რა ვიგულისხმე? ის რო ივანიშვილმა იცოდეს, არ მოეწონებოდა რა. ხო, არა. ლეგიტიმური რაც არის ის ვთქვი, იმიტომ რომ კანონი და სამართლის პარტიის ხელმძღვანელი რო ხარ, სხვაგვარად არ გვეკადრება და ისედაც ეხა არ ვაპირებთ არაფერს. სხვას ჯანყს კი ეხლა ნამდვილად ვაპირებთ, აბა როგორ. ჯანყი რა შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა არჩევს. აი ამ შემთხვევაში ეხლა რაც არა, ამ შემთხვევაში ეხლა რაც ხდება, აი ამ შემთხვევაში. ეხლა ბევრი რამე ხდება, რომელი გაინტერესებს კონკრეტულად? ძალიან ბევრი რამე ხდება. მე ხო იცი რაც მაინტერესებს, აი ლანგარზე როა დადებული საქართველოს და აი ხო ლანგრით რო უნდა მიართვას. ანუ რუსეთი უფრო ოკუპანტს ანუ ხედავდა ეს არის აი ამ დროს ჯანყის უფლება აქვს სხვა შორის მინდა გითხრათ გავრილობის ღამეს ეს იგრძნო ხალხმა და ამათო თვითონ იციან კარგად რომ იქ იყვნენ ადამიანები რომლებსაც მართლა აინტერესებდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ის გადაბარების საშუალება იგრძნეს და მთელი ქალაქი იქ იყო იმისტი ამისტი ყველა იქ ვიყავით რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, საიგრძნო პროგრამა. აბარა. მიბორძიკებს ქვეყანა, ვიხარ რაღაცნაირად ჩვენც უნდა გამოვხატოთ პროტესტი და ხანყი კარგია. ხო, მე სახიფათო სიტყვა ხო არ არის თქო, მე გვიგულისხმე, იმიტომ რომ სახიფათო არის სახელმწიფოს რო კარგავ, მეტი არაფერი არ არის. აბსოლუტურად სახიფათო. ხო, იმიტომ რომ ახლა მაგალითად საბჭოთა კავშირის ჰიმნის ხო ჩაურთე საჩიკო თალაკვაძეს. ხო, და ვითომ რომ ვერ მიხვდა, ეხა ეს რა პერფორმანსი. ირიქითო შეატრიალეს, თურმე როგორ შეიძლება რუსები თქვენ ხართ აქეთ. ხო, რაღაცა. კონტრპიგარი თუ რას ეძახიან ესენი? არაფერი ისეთი ახლა, მაგრამ მან საინტერესო იყო ეკახოფერიას გადადგომას რო ითხოვენ. ეკახოფერია. მე შეიძლება ელენე, ხოცი, ეკახოფერია, ელენე, უსო ელენე თევდორაძე არ თქვა მეთქი, არაფერი არ იციან. ანუ ეს რა არის, ანუ მივიდნენ ადამიანები გასაპროტესტებლად, ხო? დაავალეს. ეს იცი რა არის, ჯანყი რო ჭირდება, ეგ არის. ხო, დაავალეს. ჯანყი სასწრაფოდ. მართლა, ხო, დაავალეს, მივიდნენ, გააპროტესტეს, ახლა წადით და გააპროტესტეს. რა ხდება, იცი, ხელისუფლებაში რო ყავს ადამიანები, რომლებმაც არც სახელი და გვარი იციან. ხო. არც ქართული სახელმწიფოებრიობა. ხო. მარტო კაი ჭამას მაიციან და გადმოფრინდით ქალაქის მერმა აი ეს როცა იციან მხოლოდ ამ შემთხვევაშია ჯანყი Facebook-ზე წავიკითხე თქვენი პოსტი ბოლო იქ კანონი და სამართალი თქვენი პარტია აანონსებს რაღაცას რომელსაც ნუ პრესკონფერენციაზე გვეტყვით
ანუ რაღაც მინიშნებას მაინც ვერ გვეტყვით რა აზია. კი, როგორ არა. როგორ არა, ჩვენ ეს რაღაც ნაწილობრივ გავახმოვანეთ კიდევაც შავას ჩვენთან იცი რა იურისტები არიან ძირითადად ბევრი ძალიან კარგი ახალგაზრდა ხალხია. ამიტომ გავაკეთეთ ძალიან სერიოზული მემორანდუმი, რომელსაც შევთავაზებთ ყველას იმ გაერთიანებულ მაგიდასაც, ყველას ვინც იგზის არსხედან მაგიდასთან, რატომ იცით, ანუ მართლა რაღაცა გარანტიას იმიტომ რომ ხა გუშინ მოვისმინე არ მახსოვს ვინ იყო, მე მგონი ლელოს წარმომადგენელი ამბობდა რომ აიო ჩვენ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ეხა ხალხს არ ჯერა, იმიტომ რომ ისეთი დაპირებები აქვს მოსმენილი ბიზნა ივანიშვილისგან რომ რა უნდა შემდამპირდე მე მაჯობოს იმ დაპირებას ეხა უფასო რა უნდა დამპირდნენ ისეთი რომ მე ეხლა ეს დავიჯო როცა უფასო ფული მაქვს დაჯერებული ხო უფასო მე ვერ ხსნი რა არის უფასო აი ეგ როგორ მოგივით ეხა უფასო ფული მე არ დავიჯერე ხო მაგრამ არა იცი რა მე მიშველად ჩემო მეუღლე თორე ესე ცოტა ხელი ჯობია მეც ვიჯერებდი და რა გითხათ რომ რანაირად არ უნდა დაიჯერო ეს ხო ეს ჩემი ქვარი რაღაც მაინც ხო იცი მათემატიკური ეს აქ და აი უფასო ფული აბა უცებ მივხვდი ხა ჩკარო და მივხვდი მთელი ოჯახი რომ რაღაცა არ მომეწონა მე ნეტა რა თქვა რა იგულისხმა თქვა მაგრამ ნუ აი რაც იგულისხმა ეხა ვნახეთ იცით რა უნდა გითხოთ აი ეხლა თქვენი ოჯახი იცნობდით ბიზნა ივანიშვილს კარგად წარმოიდგენდით რომ სიტყვაზე აი ამ პროპორციულ არჩევნებზე აი ესე მოატყუებდა ხალხს იცი რა ანუ თქვენი ბატონ ბიზნას ვიცნობდით აი როგორ გიხართ ისე ხო გამარჯობით რო გითხრათ რომ ესეთი მისვლა-მოსვლა გქონდა ჩვენ თქვა ან მამას მოგატყუებთ ნამდვილად ალბათ თუ ისმენს თავადაც ძალიან ესეთი ხო ნორმალური გამარჯობის ასე ვთქვათ დონეზე უფრო ურთიერთობა იყო არა ნამდვილად არა მაგრამ ეხა არა ხო ესე არ წარმოვიდგინე რომ ხა საუკუნის გადამგდები იქნებოდა იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ხო მე ისე გავიზარდა ხა მესმოდა ხოლმე რაღაცა დავით აღმაშენებელი რაღაცა გიორგი ბრწყინვალე რაღაცა მაგრამ ეხა ბოლო დროს რაღაცა დეგრადირდით საერთოდ და იყო ხოლმე რაღაცა პატარა კახი მაგრამ თქვა პაწია კახი თუ გვეყოლებოდა და ხო ბიზნა გადამგდები ესე არ მეკ არა მართლა ესე პირდაპირა ესე პირდაპირ ეთერში გადაგვა ესე ძალიან არ მეკონა ნამდვილად განა ისე რომ დაგვიდა რაღაცა და იქნება ხალხს და პირდაპირ გადაგვა პირდაპირ გამოვიდა და გითხრა რომ არა საუკუნის პროცესი იყო კაი საინტერესო იყო ხო აი ხა მაინტერესებს ბატონ ჯანსუღი რა სიტყოდა ამაზე თქვენი გადმოსახვა. მე ერთ რაღაცას გეტყვი, ხა გამახსენდა ჯანსუღზე 90-იანები და გახსოვს რაღაცა პერიოდი იყო, აი რაღაცა 14 ლარად თუ 8 ლარად თუ რაღაცა სადილს შეჭამენ თუ არ რაღაცა იყო ეგეთი რაღაცა, მაგრამ ხო სიბნელი აჭავრი გაბლიგვებული ყველაფერი ძალიან ცივა და პარლამენტში შევიდა ჯანსუღი და გამოდის შევარდნაძე და ჯანსუღ როგორ ხარო და რა ვიცი, აბა როგორ ავარო, ნაშა ეკონომიკა ნანულეო. ხო. ნანულია. ნანული რო თქვა 8 ლარი პენსია გეყოფა. ხო და ნუ ეხლა ჩემ ადამიანს რაღაცა სხვაგვარად თქვა, არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე იყო და ნუ მერე იყო შაყი და ცხოჩერციდან თქონდა იუმორი ეკონომიკა. ბატონ ედვარდს და მერე ახსენებდა რომ როგორ მითხარიო, ნაშა ეკონომიკა ნანულეო. ამით მიანიშნა რომ იცით რა უნდა გითხო, ხა დიდი ხანი არ არის რაც პოლიტიკაში, რამდენი ხანი რაც პოლიტიკაში და ესე ოფიციალურად რაც პარტიაში შექმნით. ერთი წელი არ არის რაც პარტია, ჩვენი პარტია კანონი და სამართალი შეიქმნა, ახლა ყრილობა გვქონდა სადღაც მარტში, ანუ მარტში იქნება ერთი წელი და გვექნება კიდევ იცით რა, პოლიტიკა გამოგადგათ ცხოვრებაში, აი ეს მაინტერესებს. სხვათაშორის საოცარ რაღაცას გეტყვი. ერთხელ გამოვადგა მე და ჩემი შვილი მოვდივართ გერმანიიდან მოვფრინავთ და ნუ იცი როგორი სიტუაცია არის რომ ამდენი ჩემოდანი ხარ როგორ ჩაეტია მეთქი ვიფიქრებ წარმოუდგენელება ამ პატარა თვითმფრინავში ხალხს მოაქვს ჩემოდნები ამოაქვს ჩემოდნებია ძირითადად ანუ ბარკში არ აბარებენ? არა, ხო, ნუ რაღაცა ნაწილი ბარდება, რაღაცა ნუ არ ბარდება, ნუ ძალიან დიდი რაოდენობა იყო და შევწოხდეთ ყო სახეს დამეტყო და ირმა მეუნება, რა ხა ნუ დაიწყე შენო, შენებურიო, ესე დაფრინავს, ეს თვითმფრინავი და არაფერი არ ემართებაო და არა მე ვთხარი მესმის, მაგრამ როგორ უნდა აფრინდეს, რაღაცებს. ნუ მოგეთ გასუსული ვზივარ, მაგრამ ხვდები რომ ანუ ეს თვითმფრინავი კი აფრინდა, მაგრამ ხალხი არ ჯდება. კარტელი არავინ არ ჯდება. იცი როგორ შეგრძნება, არო, აფრინდა თუ არა ვერ გავიგე.
ხა ტროლეიბუსში რო დგარ. ვიცი? ასეთი გუმბარეობაა. ვიხის ტიპებით კანალ ესე ხელით რაღაცა იქ ორმოებში ვარდებიან და რაღაცა. ნუ აქ საოცარი ვითარება. უკან გავიხედე რაღაცა სპორტსმენთა გუნდი იყო თუ რაღაცა ისინიც არ ხდებიან. რაღაც წარმოუდგენელი ამბავია. მივხვდი რა მე ვერც დავიძინებ და არც უნდა დავიძინო, იმიტომ რომ რამე რომ მოხდება, ფხიზელი მაინც შემხვდა. ესე იგი, იმიტომ რომ გამორიცხულია რომ ნორმალურად ჩაუფრინდეთ. ტროლეიბუსში ვართ და ტროლეიბუსი ასული. და წინ ცოლქმარია, არაჩვეულებრივი, მივხვდი, იცი რაღაცა კილოთი და რაღაცით მივხვდი რომ იმერლები არიან, საყვარლისი ქალი იყო. ბუთკუჩა ძალიან საყვარელი სახე და რატომღაც ახურავს წითელი კეპი, ქალს. ძალიან საყვარელი ქალი გავიცანი, მე ქალბატონი იზო და ბატონი დიმიტრი და აი ეს დიმიტრი არის წარმოუდგენელი წყობა ცოტა დალია კიდეც რაღაც და აი დიმიტრი ხო მართლა არასოდეს არ დაჯდა 3 საათის განმავლობაში ბატონი დიმიტრი დგას და ეს აი დგას ეს ვარდისა გაგიშებულია გამოვიდა რომ ნუ ხო შენიშვნა მიცა რაღაცა ხო მე ხა გერმანელები ნუ რაღაცა გერმანულად არა მაგრამ მეჩვეულები არიან ეს უკვე ვიგზენი რომ თვითონ ეს ხალხის გუნდი პრინავთა გუნდი მიჩვეულია რომ რაღაცა სხვა ხდება ამ რეისზე ხდება რაღაცა სხვა იმიტომ რომ თვითონ ავაგებენ ამ ჩემოდნებს და თვითონ აწყობენ და ხალხს ეხმარებიან და ნუ რაღაც საოცარი ვითარება რაღაცა მოკლედ უკვე უნდა დავსხდეთო და გამოაცხადეთ რომ მობილურები გამორთეთ რა თქმა უნდა არავინ არ გამორთო ეს მობილური ამასაც მიჩვეულია ყო მაგრამ ნუ პილოტმა თქვა რომ დასხედითო აი ხო მართლა დასხედითო უნდა დაჯდეს ესე იგი თვითონ ნუ უკან როგორღაც რაღაცას მოერია ხალხი და ნუ ეს დიმიტრი დარჩა ერთი ეს ქალი მომიტრიალდა უცებ ჩუმად ქალბატონო თაკო ამეტანი არ უყვარს ეს ხელისუფლებაო გიждდება ოპოზიციაზე თქვენ თუ თხოვთო დაჯდებაო თუ არა 40 წელიწადია ვთხოვო და ერთხელ დაჯდა 7 წლითო იდა ეთქვა ბატონი დიმიტრი კი ბატონო მე ვთხარი რაზეა საუბარი აუცილებლად ვთხოვ მეთქი რა თქმა უნდა ბატონო დიმიტრი იქნებ დავბრძანდეთ მეთქი ხელავს მეთქი ძალიან პილოტი და მოტრიალდა უცებ და დამინახა ხო ხაბანდა თქვენ ხართო დავждები აბა თქვენი გულობისაო რას ვიზამო დავждები კი არაო საპასნოი გარები როაო იქიდან ვარ უპარაშუტოდ გამსვლელიო დაჯდა აი ეს გამომადგა დაჯდა ეგრეო დაჯდა ბატონი დიმიტრი დავსვით და ჩვენც დავსხედით და აგერ ქართველები თვითფინავში არის სასწაული საოცრება ოჯახურ ამბებზე გადავიდეთ აი მაგალითად ძალიან ბევრს ყვებით ხოლმე თქვენი უბნის ამბებზე აი მაგალითად თქვენი ეზოს ამბებზე საოცარი სახლი გქონდა ანუ აი საოცარი გეფიცებ ეს აი რა გითხრა ნუ რაღაცა პატარ-პატარა მოთხრობებია რაღაცა ხო საოცარი და ხოჭერთ ჩემი წიგნი გამოდის ახლა მოთხრობების კრებული გამოდის მეორე და რაღაცა პრეზენტაციას სავით გავაკეთებ ალბათ ძალიან კარგი და ეს რაღაცნაირი ფოტო სურათებად მახსოვს ჩემ ცხოვრებაში და პეკინზე გამოდიოდა ჩვენი სახლი და უკან მხარეს დოლიძია ცხოვრობდნენ ქურთები სომხები ყველანი ერთად თამაშობდით რა ფანტასტიკური ეზო იყო და ჩვენი მეზობლები იყვნენ არაჩვეულებრივი ოჯახი აი საოცარი ოჯახი მე აი გავიზარდე მათ თვალწინ მარგოტიტა ძალიან მიყვარდა სომხები და 3 ბიჭი ყავდათ არაჩვეულებრივი და 2 აქედან რუსულ სკოლაში ყავდა და მესამე რომ უნდა შეეყვანათ მამჩი მოუთხარა ხო სომხურ სკოლაში რომ შეყავდესო არაფერს არ გეტყოდიო ნუ სომხები შენი საქმეა სად შეყავს მაგრამ აი რუსულ სკოლაში რატო შეყავსო შეიყვანეო რა ან ქართულში ან სომხურშიო ხო რუსულში რატო შეყავსო ჯანსუღმა რაღაცა ესე შეუგდო და მართლა რომ მოვიდა სექტემბერი შემოვიდა და ჯანსუღ ჯან შენ სახელზეო ქართულ სკოლაში შევიყვანეო მამჩის გავხარდა ნუ მუტუნებს ხო სიხარულისგან დადის და ყველას ეუბნება და ურეკავს რო აი და ხო ქართულ სკოლაში შევიდა და ისეთი კაი ბიჭია და რაღაცა და კახარებულია ძალიან მოწონს ეს ამბავი და ესეც რომ შემოვა ხოლმე სანამ ახალ რეკს რო ისწავლის შემოვა ჩვენთან და რაღაცა ცოტა ენას უკიდებდა და რაღაცა საფიროს ხმელეთს რუმხელოს სამსებო ხარო და მაშინ გიზდებოდა ჩემს სამსებო ჯანსოს რომ დაინახავდა და სკოლაში შენი ლექსი გვასწავლესო და
საქართველოსთან ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი. ხალხს έτσι ამბობდა, სხივები ჩაყვარლად, ნუ რაღაცა და ნუ მამაჩემ იყო აი. სიამოვნებისგან, ნუ აი, უბედნიერეს. ერთხელ არარატი და თბილისის დინამოს თამაშია. და მაშინ მოიგო თბილისის დინამო. ხო, ძალიან ისწავლე. და ეზოში იცით რა სიტუაცია არის, რომ აი ესე 3-იანი 3-0 ესე აჩვენებენ ერთმანეთს ეზოში. და გაყოფილია ეზო. და ეხლა მშობლებმა გადაიხედეს რაღაც ბავშვებს რაღაცა კონფლიქტი არ მოვიდეთ ხო ეხლა ფეხბურთის ნიადაგზე და თან ხო ეხლა თბილისის დინამო არარატი სულ ამაზე იყო ხოლმე რაღაცა ჭუბი და მამაჩემ გადაიხადა და დაუძახა ზემოდან მარად რა არისო და ხო არაფერიო ძალიან სულღოდა რა ხდებაო და არაფერიო ჩვენები როგორ ითამაშეს მარად ამოთხრა მაგრაო მამაჩემ მოთხრა და მაჩვენები მეორე ჩვენები აი დაამთავრა უკონფლიქტო დაამთავრა ამბავი ორჩა ეგ ამბავი დაამთავრდა ეგ ამბავი მაგრამ რა არის ისიც ანუ მაგალითად თქვენ მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭი დადგა მინდა გითხრათ მარატი მე ვიცი რომ ანუ თქვენ 90-იანებში ის დუჟოკი მოგპარეს ხო ბატონ ჯანსუხს მოგპარეს აივნი და დუჟოკი ეგ ამბავი ჩემ აქ მარმა 90-იან წლებში ახალი გათხოვილი ვარ ხო და ბიზნესმენი მეუღლე და გენერატორი მოიტანა. აი ბაზრო გენერატორები იყიდებოდა წითელი და ყვითელი ხო იყო? წითელი გენერატორი იყო, ისე მახსოვს 3-იანი იყო, ეგეთი? 3-ფაზიანი? ხო, 3-იანი და 5-იანი იყო და ჩვენ მქონდა 3-იანი. 3-იანი. ვარ ძალიან გახარებული, იმიტომ რომ ამ 3-იანზე ხო. შეიძლება ტელევიზორი ცდა ნატურას. რაღაც ხო. ჩაისწოს და ძალიან გახარებულები ვარ და ღამე სახოკიებმა შეგვატყობინეს. ხო. რომ თანცა მაღალი მესამე სართულია. ძველი სახლია და ესეთია, მაღალჭერიანი რატო ამბობთ? სიმაღლე აი 3 სართულს მეტი აქვს ცოტა გესმის? მაღალჭერიანი გენერატორი მიაქვთო. თან წაიღეს კი არა, მიაქვთ პროცესში. ჩართული გენერატორი ჩოლებით. ხო რა, ნუ ღამე ღვთიშავდით, ეხლა ღამე ხო არ ტოვებ გენერატორს რაღაცა და გამორთული იყო ალბათ და პატარა ტიპი მოვიდა 91-იანები. გაჭირობა იყო საშინელი და პატაწუნა ტიპი ამოჩოჩებულია. ბაგის თუ რაღაცას ამოყვა, მეოთხეზეა პრაქტიკულად. აივანს. მამა ჩემი დილით 5 საათია. და რას ხედავთ მე, დედა, ჩემი მეუღლე, ამ ტიპს ეძახის, შვილო, წაიღე, ნელა, არ ჩავარდე. შეგენაცვალე, არ გადავარდე, აქედან ეძახის, წაიღე, შვილო, არ გარჩე. რა და ჩემს ეუბნება, შედი, არ გამოხვიდეთ, ანუ არი ნერვიულს და ბავშვი არ ჩავარდეს, იმიტომ რაღაცა ისეთი იქნებოდა რა, 15-16 წლის ბიჭი იქნებოდა. იმაზე შემოვიდა საშინლად გახარებული. რომ გენერატორი წაიღეს და ის ბიჭი გადარჩა. ყველათ ნაყოფილი ვიყავით ოჯახში. ძალიან მაგარია. რომ რაღაცნაირად იგი მაგრამ ბატონ ჯანსუხი ხშირად კმენდა ხოლმე კომუნისტებს, ანუ რაღაცა აი მაგალითად ხო იყო ხა ბევრი რაღაცა მშრალი კანონიც იყო. ეგ ძალიან გახმარებული ამბავია. ერთი ადგილი ქონდათ მამაჩემს ლორდქიას გურამ ლორდქიფანიძე. არაჩვეულებრივი გამოფენა ლორდქია და კოია გომართელი, დათო გომართელის მამა არაჩვეულებრივი პიროვნება გურამ გომართელი. კოიას ესე ეძახდნენ და შინდისში ადიოდნენ ხოლმე იქ. შინდისთან იყო რაღაცა რესტორანი და იქ ხდებოდნენ და აი ამ დროს გამოცხადდა რომ სუხოი ზაკონეს ეძახდნენ რაღაცა მშრალი კანონი შემოიღო ლიგაჩოვმა. რა კრეტინი უნდა იყო რომ საქართველოში ესე იგი ღვინის ქვეყანაში მშრალი კანონი აქტივის კრება რომ გამოცხადდებოდა, იქ იკრიბებოდნენ მწერალთა კავშირის მდივნები, ცისკრის რედაქტორები, მხატვართა კავშირის მდივნები, აქტივის შემოქმედებითი და იქ ესე იგი გაცნობდნენ, ხო. გაეცნობოდნენ რა მოხდა. ესენი არის შესულები. ჯანსუხი ღიარი მწერალთა კავშირის მდივანი. კი. მაშინ და ბატონო ჯანსუხი თქვენო რა აზრი გაქვთო ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეს მიკროფონთან მივიდა. დავადნავ ნასვამია და შეხედა ეს სიჩუმეა აქტივის კრება და ლიგაჩოვი და ყველა იქ არა ხო წარმოიდგინე ცოტ განხილვა მიდის დიდი ნუ აყობით ლიგაჩოვს ქაქის ჭამას მიგაჩოვთ იქ რა ხდება ერთად წარმოიდგინე რომ ლიგაჩოვი ძახის რომ პირივიძიცე არავინ არ თარგმნის ახლა წარმოიდგინე ერთი წამი გადაუთარგმნო უნდა გადაუთარგმნო და
გადაგვიწარგდეთ რა თქვა და არ უწარგვის არავინ ხო რა უთხრა. აი ესე ისა ჩვენთან ოღონდ რაღაცა აი ეს იყო ის პროტესტი, ეს იყო სიტყვა, რომლითაც რაღაცა მაშინ უმკლავდებოდი თუ რა თქმა უნდა ამის თავი გქონდა, უმკლავდებოდი იმ რაღაცა პროტესტი იყო და რაღაცნაირად ამითი შენ ახერხებდი და ახერხებდნენ მინდა გითხრათ. ჩვენ თბილისში არ გამოვიდა არაფერი მშრალი კანონი. ო არა, რანაირად გამოვიდა ნახევარი კახეთის მინდვრები. ხო და იმიტომ ეხაც არავის არაფერი არ გამოუვა, აქ ეს საქართველოა. კი ბატონო. აქ ესე გამოძრავებთ და ეს რაღაცა ვუყურებთ ამ სისულელებს, მაგრამ მე თავის ადგილას დავსვამთ. მე მაინტერესებს იცით რა არის, მამუკასთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება ქონდა თვითონ ბატონ ჯახს, იმიტომ რომ აი მე ყველა ფაქტიურად სახში არის. რაღაცებს ვერ ვყვები, ნუ რა გავაკეთო. არა, ყველაფერი მოყევით. ეს მე ნუ მიყურებთ, მე ყველაფერი შეიძლება სანამ ერთი ცოლი ყავდა, გაცილდა მეუღლეს, შემდეგ სანამ მოიყვანდა მეორეს, დიდი შუალედი იყო ძალიან. ეხა მამუკა გიტარით და დიდი შუალედი რა გავაკეთო, ნუ რა ხდებოდა წარმოიდგინე ერთი წუთით. კი ბატონო. სახში არ შემოდიოდა პრაქტიკულად და ეს მამჩემი გაგირდა. რა არის ხა ეს ვერ გავიგე, აი ესე. ხო. 24 საათია და გასულიაო, ნუ რა. და ბიძაჩემ ასწავლა ჯიმი. რომ ცირას გეტყვიო, ეგო შენ გონიაო, ნაკლებს გრიალებდაო თვითონო, ეგ დარდუნბა ოთარჭილაძეო. ეცხო ბებიაშენმა იკითხაო, რომ კაცო ეს ბიჭი სად დადისო, რომ დილით არაქვშიაო და ფშავშიო და მე უშფაშიო, უშველეთ რაღაცაო და რესტორნის დასახელებები არისო, ბაბუაშენმა უთხრაო. ხო და შენო რო გეტყვისო, რომ სად დადიხარო, უთხარიო რომ მამა ცოლი არ ამყავსო და ესე გავუკეთეო. ეს ტიპი მოდის 2 თვის განმავლობაში დილის 6-ით, მამა ჩემს ესე უკეთებს. რო ეხლა ცოლი არ ამყავს ხო? ეს ჯანკი გაგირდა, მაგრამ ვერ ვსრეუნება. და სახში ყავდა კანარის შიტი, პატარა საყვარელი. ერთი ცალი იყო ეს კანარის შიტი. და დედა რო გავიდა ეთყობა დილით რომ საჭმელი აჭამს თუ რაღაცა ნუ დილა 7 საათია და ამ კანარის შიტს დაუდია კვერცხი. ხო. ფუყე იყო ის კვერცხი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის მართლა რაღაცა ბუდეს რომ მოუწყო და ჩვენ მოუწყეთ ეს ბუდე და რაღაცა თავი იგრძნოს, კარგად თურმე თავი რო კარგად იგრძნოს, მე კვერცხს დებს, არის ეგეთი შემთხვევა. მაგრამ ეხა დილით ეჩემა დაინახა რომ ერთი ცალია კანარის ჩიტი და იმან დადო ერთმა კანარის ჩიტმა კვერცხი. ანუ გამოვიდა რომ ჯანს ხო კვერცხი დადო კანარის ჩიტმა. პარტნიორი არ ყავდა. ამაჩემა შეხედა ხო ნუ რა გითხრაო რა ვიციო. მამუკა სახში იყო, მე მგონი გაფრენილ ჩიტებს დასდევს. რაღაცა უხერხულს თუ ვიტყვი ჯანს ხო შევაწვალეთ. კი ბატონო. ქალბატონთან რა არის ძალიან საინტერესო ვიდეო ვნახე ინტერნეტში რომ არაჩვეულებთ უკრავთ. ხო ეს ამბავია ხო რა ვქნათ ნუ პოლიტიკამ დამავიწყა ყველა. ხო. ძალიან ჩამოგაშორა თანხმობებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან არაჩვეულები ინსტრუმენტი რომელზეც თამუნა უკრავს. თამუნას ან დიდი თხოვნით შეგვიძლია დაგითმოთ თუ ერთ მას მოგვიწყვნით ჩვენს გადაცემას. რა უჭირს ახლა? სიურპრიზები. ცოტა უხერხული ასასვლელია მოგეხმარები. არა, რა უხერხულია, მაგრამ მოიცა აი. ხო, აი ბიჭი. დებ მე ამას. ხო, ესე იგი აქ უნდა ამოვიდე. კი ბატონო. აბა, ნახოთ, აქ რა ხდება. მადლობა, კიდევ ერთხელ გამარჯობათ. ასე დავიწყე. აბა, არასოდეს ვიზარო არ ამბირო. კონთან რა? კი ბატონო, თუ ხო, რა მოხდა? რაღაც რა ვიცი, აბა არ ვიცი. რაღაც ექსპრომტად.
ქალბატონი თაკო ჩარკვიანი. დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო. ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, დიდი მადლობა ქალბატონ თაკო. დიდი მადლობა რომ მობრძანდი ჩვენთან გადაცემაში. ძალიან მიყვარს.